ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მათ შორის იმასაც თუ რატომ ვიღებ მე ამ ვიდეოს. მაგრამ სანამ მაგ მიზეზს გეტყოდეთ, მანამდე მოკლედ გეტყვით ჩემს შესახებ. მე ვარ ლუკა, საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტის პირველი კურსის მოსწავლე და ერთი საინტერესო რამ რომ თქვა ჩემს შესახებ იქნებოდა ის, რომ სოფლოში ალბათ ერთ-ერთი ტოპ ზარმაცი ადამიანი ვარ. თუმცა რაღაცნაირად ყველა ჩემს საქმეს ვასრულებ. დიდი ალბათობით ბოლო წამს, მაგრამ მაინც ვასრულებ. უფრო კონკრეტიკაში რომ გადავიყვანოთ, წინა წელს ჩემი მიზანი იყო, რომ მომხდარიყავი ჩემს უნივერსიტეტში, რომელშიც ახლა ვარ და ეს რომ გააკეთო, ამისთვის გჭირდებოდა ეროვნულ გამოცდებზე ძალიან მაღალი ქულები. და მაღალი ქულების კანდიდატი საერთოდაც არ ვიყავი, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, უზარმაცესი ადამიანი ვარ და მთელი ალბათ 10 თვე თუ 9 თვე საერთოდ არაფერი გამოკეთებია ეროვნულებისთვის, არც ერთ საგანში. მაგრამ რაღაცნაირად მაინც შევძელი და მოხვდი ამ უნივერსიტეტში, რომელსაც ქვია ISET. და სწორედ ამ თემაზე მინდა რომ გადავიღოთ ეს ვიდეო, რომ თქვენც ვინც ჩემნაირად ზარმაცები ხართ, თქვენ შეძლოთ და მოხვდეთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტებში. ზოგადად არ არსებობს perfect რამე საერთოდ. ავტორი, რომელიც ეძებს perfect სიტყვებს თავისი ნაშრომისთვის, ვერასდროს დაწერს მაგ თავის ნაშრომს. ამიტომაც არ უნდა დაელოდო რაღაც საუკეთესო მომენტს იმისთვის, რომ რაიმე საქმე გააკეთო. საუკეთესო მომენტი იყო 20 წლის წინ, მაგრამ მეორე საუკეთესო მომენტი არის ახლა. ამიტომ ჩემი პირველი რჩევა იქნება, რომ რაც საქმე გაქვთ გასაკეთებელი, დაიწყოთ ახლავე და არ დაელოდოთ. მაგალითად, თუ 10 საკლია 7 წუთი, არ დაელოდოთ 10 საათი რომ გახდეს. თუ შაბათია და წონა გაქვთ დასაკლები, არ დაელოდოთ 2 შაბათს რომ დიეტა დაიწყოთ. არ არსებობს perfect დრო რაიმესთვის გასაკეთებლად. არსებობს ის, რომ დაიწყებ, გააგრძელებ ამ საქმეს და დაამთავრებ. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ეროვნულებს. კონკრეტულად ეროვნულებზე, როგორც უკვე ვთქვი, დაახლოებით 9 თვე საერთოდ არაფერი გამოკეთებია, მაგრამ რომ მივხვდი, რომ ამ არაფრის კეთებით შანსი არ იყო, ვერ მივიღებდი იმ ქულებს, რა ქულებიც მივიღე, გადავწყვიტე, რომ დამეწყო მუშაობა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი რამ, რაც დაგეხმარებათ, რომ ეროვნულებს ქულები აიღოთ, მაღალი ქულები, ეს არის, რომ სწორად გეძინოთ. რას გულისხმობ ამაში? თუ მაგალითად დილის 9 საათზე გაქვთ გაკვეთილი და გაკვეთილის წინადღეა ახლა, არის 12 საათი და დავალება გაქვთ დაუწერელი. ჩემი აზრით, თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა, რომ დაიძინოთ და წახვიდეთ დავალების გაკეთების გარეშე. რატომ იქნებოდა ეს საუკეთესო? ის წილი, რომელიც მოგაკლდება, მეორე დღეს ვერ აინაზღაურებ. დავალება, რომელიც დღეს არ დაწერე, შეგიძლია მეორე დღეს დაწერო. ანუ არ არის აუცილებელი, რომ რაღაც დედლაინში ჩაეტიო, მაგრამ არის აუცილებელი, რომ ზუსტად რა დროც არის გამოყოფილი წილისთვის, ის დრო დაიძინო. წილი უნდა იყოს თქვენი სამსახურით. ანუ ერთი ეგეთი რაღაც არის, რომ მე მაგალითად მაღვიძარას არ ვაყენებ დილას. მაღვიძარს ვაყენებ ღამე, რომელსაც უნდა დავიძინო. ზუსტად ერთი და იგივე დროს თუ დაიძინებ, ზუსტად ერთი და იგივე დროს გაგეღვიძება. და სწორედ ეს წილი არის პირველი ნაბიჯი
იმისკენ, რომ თქვენ აიღოთ მაღალი ქულები ეროვნულ გამოცდებზე. Ხოლო ეროვნულ გამოცდებზე არ მაქვს საუბარი. უფრო კონკრეტულად მინდა რომ ვისაუბრო მათემატიკის გამოცდაზე. იმიტომ რომ მათემატიკაში ავიღე, ასე ვთქვათ, პროპორციულად ყველაზე კარგი ქულა. და მათემატიკაში ვფიქრობ, რომ ეროვნულებისთვის ყველაზე კარგი არის, რომ თქვენ აიღოთ ტესტები მათემატიკის ეროვნული ტესტები, წინა წლის ტესტები. გააკეთოთ, ოღონდ არა მარტო. არამედ გააკეთოთ სხვაებთან ერთად. ანუ თქვენ ალბათ დადიხართ, ხო, ვინც აბიტურიენტები ხართ მასწავლებელთან. და მაგ მასწავლებლს დიდი ალბათობით სხვა მასწავლებელიც ეყოლება და აი ამ მაგ მოსწავლებელთან რომ დაკავშირდეთ, ან თუნდაც გამოცდის დღე როცა გექნებათ, მაშინ რომ ერთად გააკეთოთ ეს ეროვნული ტესტები და აი თქვენ როგორ აკეთებთ, ის როგორ აკეთებს, რომ გაცვალოთ ერთმანეთში ეს ინფორმაცია. ეგ არის ერთ-ერთი ტოპ რაღაცა, რაც დამეხმარა მე ეროვნულების გაკეთებაში. ხო, რაც შეეხება ჩემს უნივერსიტეტს. აი ესეთში ასე ვთქვათ, კოეფიციენტებით რომ განვიხილოთ, 6-ზე მრავლდება მათემატიკის ქულა, 4-ზე მრავლდება ინგლისურის და 2-ზე მრავლდება ქართულის. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მათემატიკის ერთი ქულა თითქმის ქართულის 4 ქულას უდრის დაახლოებით. ამიტომაც ეგ ნაიქს შეგიძლიათ იხილოთ თქვენთვის სასრულ უნივერსიტეტებს რა კოეფიციენტები აქვთ და მაგის მიხედვით უნდა გააკეთოთ თქვენი პრიორიტეტის საგნების ლისტი, ასე ვთქვათ. ანუ მაგალითად ჩემ შემთხვევაში იყო პირველ ადგილზე იყო მათემატიკა, მეორეზე ინგლისური, მესამეზე ქართული. მოდი იმ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. დილის 9 საათზე გაქვს გაკვეთილი და ახლა არის საღამოს 9 საათი. და ანუ დილის 9 საათზე გაქვს დავუშვათ მათემატიკა, მერე ეგრევე მიდიხარ ქართულზე და მერე ეგრევე მიდიხარ ინგლისურზე. და ახლა არის საღამოს 9 საათი. საღამოს 9 საათზე რა თქმა უნდა არ დაგეცინებ, მაგრამ სამივე დავალება გაქვს გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში შენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ის დავალება, რომელიც ყველაზე მეტად გამოგადგება შენს უნივერსიტეტში მოსახლეობად. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს იქნებოდა მათემატიკის დავალება. ანუ მე რო 9 საათზე აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რომ სამივე დავალება მაქვს დასაწერი, ჯერ დავწერდი მათემატიკას, შემდეგ თუ მოვასწრებდი ინგლისურს და შემდეგ ქართულს. თუ ქართულს ვერ მოვასწრებდი, 12 საათამდე დავიძინებდი და ქართულზე მივიდოდი დავალების გარშე. მათემატიკაში ჩემი აზრით quality ჯობია quantity-ს. რას ნიშნავს ეს? quality არის ხარისხი, quantity არის რაოდენობა. ანუ ჩემი აზრით მათემატიკაში თუ დიდ დროს დავუთმობთ მათემატიკის სამოცენების ამოხსნას, მაგრამ ეს იქნება ზედაპირული, ვერ მიიღებთ ისეთ შედეგს, როგორსაც მიიღებდით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძალიან კონცენტრირებულად იმუშაობდით, თუმცა შედარებით ნაკლები დრო. ანუ მაგალითად რომ მოვიყვანოთ, თუ თქვენ 100% კონცენტრაციით იმუშაობთ სადღაც საათნახევარი მათემატიკის დავალებებზე, ბევრად უფრო დიდ შედეგს მიიღებთ, ვიდრე მიიღებდით 6 საათი რომ გემუშავოთ ახლობით 20-30% კონცენტრაციით. ანუ მათემატიკაში ერთ-ერთი მთავარი ფორმულა არის, რომ quality მეტია quantity-ს. quality ჯობია quantity-ს. მეტია მათემატიკურად რომ ფორმულება რო გავაკეთოთ. კონკრეტულად მათემატიკის ეროვნულებსაც შეეხება, არსებობს ეგეთი რაღაცა. 10-9-9 მეთოდი. ანუ მათემატიკაში როგორც იცით არის 37 შემოსახაზი და ყოველ ეროვნულზე ზუსტად არ მახსოვს რომელი წლიდან არის
აი ეს ფორმატი 27 კითხვა რო არის შემოსახავს, მაგრამ რაც დაიწყო იმის მერე ყოველ ეროვნულზე, ყოველ წელს და ყოველ ვარიანტში მეორდება ეს რაღაც რომ 10 არის ერთი შემოსახած პასუხი, 9 მეორე, 9 მესამე, 9 მეოთხე. მაგალითად 10B არის, ანუ 10 ჯერ შემოხაზავ B-ს, ანუ 10 სწორი პასუხი არის B. დანარჩენი პასუხები A, G და D იქნება 9 ჯერ. არ იცი რომელი იქნება 10, მაგრამ იცი რომ ერთ-ერთი არის 10 და დანარჩენი 3 9. აი ამის ისე კარგად გამოყენება შეიძლება მათემატიკის ეროვნულზე შენთვის რომ დაახლოებით 10-15 ქულა ალბათ ამაკაჩინა მაგან რომ ანუ რაც კარგად არ მახსოვდა მაგის დახმარებით ისე გავაკეთე რომ თითქმის ყველა სწორად ქონდა და აი იმ ისეთ დონეზე შეგიძლია გამოიყენო კონკრეტულად ეგ მეთოდი რომ ერთ მთლიან ვიდეოს ჩავწერ მაგაზე და აი ზუსტად როგორ უნდა გამოიყენოთ ზუსტად მაგაზე ჩავწერ ვიდეოს. ხო, ახლა მოკლედ რომ გითხრათ ჩემი ჩენელის მიზეზს, რასაც დაგვირდით რომ გეტყოდით. ეს ჩენელი როგორც სათაურზე ხედავთ Math with Luca მინდა რომ მათემატიკის ვიდეოები გადავიღო. ჩემი გამოცდილება მათემატიკაში არც თუ ისე დიდია, მაგრამ როდესაც გასწავლის ისეთი ადამიანი, რომელმაც ის გზა ერთი წლის წინ გამოიარა, რაც შენ გაქვს გასავლელი, მით უფრო ახლოს არის შენთან და მით უფრო ადვილია მისთვის აგეხსნას ის თემები და ის საკითხები, რაც შენ ყველაზე მეტად გჭირდება ახლა. ამიტომაც ჩემი პირველი რამდენიმე ვიდეო მინდა დავუთმო კონკრეტულად მათემატიკის ეროვნული საკითხებს და დაგეხმაროთ ამ ორ თვეში დაახლოებით 2 თვე და შემდგომ სწორია რომ თქვენ მათემატიკის ქულა იყოს ზუსტად იმდენი რამდენიც გინდათ რომ იყოს. დღევანდელი ვიდეო რომ მოკლედ შევაჯამოთ. ესე იგი დღეს მოცემული რჩევები იყო რომ თქვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ძილი. ჯობია დავალების დაწერის გარეშე მიხვიდე ვიდრე ძილი მოიკლო და ძილის გარეშე მიხვიდე გაკვეთილზე და ეგ დავალება უნდა აუცილებლად მეორე დღეს უნდა დაწერო. ან კიდევ საერთოდ არ უნდა მიიღო რომ მაგ ვითარებამდე რომ შენ დავალება ქონდეს დაუწერელი ღამის 12 საათამდე, როცა მეორე დღის დილის 9 საათზე გაქვს გაკვეთილი. მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მივიდა ამ სიტუაციამდე, ჯობია დაიძინო ვიდრე დავალება გააკეთო. მეორე რჩევა რაც ამ ვიდეოში განვიხილეთ იყო ის რომ თქვენთვის პრიორიტეტი საგანი მონახეთ. ნაიქჩისე გადამოწყვეთ რომელია თქვენი პრიორიტეტი საგანი, რომელსაც ყველაზე მეტი კოეფიციენტი თქვენთვის სასრულო უნივერსიტეტში და მაგ საგანს დაუთმოთ უფრო მეტი დრო. დიდი ალბათობით ყველას ვინც მათემატიკით აბარებთ მათემატიკა გექნებათ პრიორიტეტად. ამიტომ ჯობს რომ მათემატიკას დაუთმოთ ყველაზე მეტი დრო. მესამე რჩევა რაც კონკრეტულად მათემატიკის ეროვნულებს ეხება იყო ის რომ გააკეთეთ ტესტები თქვენი ჯგუფელების თანდასწრებით, თქვენ ჯგუფელებთან ერთად, თქვენი ჯგუფელების დახმარებით. ანუ თქვენ ჯგუფელებთან გქონდეთ ინტერაქცია ტესტის გაკეთების დროს. განიხილეთ ყველა ამოცანა ის როგორ ხსნის კონკრეტულ ამოცანას, შენ როგორ ხსნი კონკრეტულ ამოცანას, გააზიარეთ თქვენი რჩევები მიეცით ერთმანეთს, თქვენი აზრები გააზიარეთ. ეს იქნებოდა ჩემი მესამე რჩევა. რაც შეეხება ჩემ მეოთხე რჩევას მათემატიკის გამოცდაზე კონკრეტულად და კონკრეტულად ამაზე როგორც თქვი ვიდეოსაც ჩავწერ, როგორ გამოვიყენოთ შემოსახავს პასუხებში 10-9-9 მეთოდი. ჩემი მეხუთე რჩევა ზოგადად ცხოვრებაშიც და მათემატიკის გამოცდაზეც იქნება ის, რომ quality ჯობია quantity-ს ყველაფერში. ჯობია რომ შედარებით ნაკლები დრო დაუთმო, თუ არ გაქვს დროის დათმობის საშუალება, მაგრამ კონცენტრირდე მაქსიმალურად შენ საქმეზე. 100% კონცენტრაცია გააკეთო და დაუთმო ნაკლები დრო, ბევრად ჯობია იმას, რომ მეტი დრო დაუთმო, მაგრამ ნაკლებად კონცენტრირდე შენ საქმეზე. დღევანდელ ვიდეოში რჩევები მორჩა. ვისაც
გინდათ რომ მათემატიკაში აიღოთ საშუალო ქულა, მაგ ადამიანებს გირჩევდით რომ ზოგადად YouTube-ზე რაც კი ვიდეოები დევს მათემატიკის შესახებ, მაგას უყუროთ. იმიტომ რომ მასწავლებელი არის სიტყვით შეზღუდული რესურსი, ხო ასე? მასწავლებელს უხდით თანხას, რომ გასწავლოს მათემატიკა მაგალითად, მაგრამ რაღაც დრო აქვს გამოყოფილი მოსწავლეს, ხო? ანუ გამეორებით 700-ჯერ ხო ვერ აგიხსნის ერთ თემას, მაგრამ YouTube-ი აგიხსნის, ანუ YouTube-ზე შეხვალ, რაღაცა ვერ გაიგე, კიდევ ერთხელ ჩართავ. კიდევ ვერ გაიგე, კიდევ ჩართავ, კიდევ მოусმენ. ანუ კიდევ ვერ გაიგე და AI-ს შეკითხები. რაღაცას იზამ, ხო? ამიტომ გამოიყენეთ ეს ვიდეოები, რაც უკვე არსებული არის YouTube-ზე. მე ჩემი მხრიდან შევეცდები, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი ვიდეოები ჩავწერო და მაქსიმალურად იმ თემებს შევეხო, რა თემებიც ვფიქრობ, რომ იქნება საშუალო თქვენი მხრიდან და ჩემი მიზანია, რომ მათემატიკის ეროვნულების საშუალო ქულა წელს ძაფრად აიწიოს. Peace.